მითხრა იმან სააკაშვილმა ორჯერვე მითხრა რომ ისაო აუცილებლად დაგეხმარებიო და იმისი გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო ურეკავდით მივდიოდი ჩავდიოდით ქუთაისში და ისინი გვეუბნებოდნენ ისევ რომ ცოცხალია და დაგიბრუნდებათ ცოტა ხნის შემდეგ ისიც გავიგეთ ერთი ხნის შემდეგ რომ აი გასკდა რაღაცა შიგნიდან რომ დათო მოკლული იყო აფხაზეთის ყუდის უფროს რომან შამათავას მიერ მაგრამ სად როგორ და რა ეს არ ვიცოდით მაგრამ ამასაც ვერ ვამხელდით იმ სადისტური მთავრობის ხელში რომ ჩვენც და ის მოწმეებიც არ მოესპოთ გვეშინოდა ამისი ჩვენ დასაბედნიეროდ და მთელი საქართველოს მოსახლეობის საბედნიეროდ როგორც შეიცვალა ეს სისხლის მსმელი სადისტური მთავრობა და ხელისუფლების სათავეში მოვიდა ჩვენი ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ღარიბაშვილის მაშინდელი მთავრობა სამხილი ჩვენ მივეცით და ყველაფერი გამოიძიეს სად როგორ როდის ვინ და დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული გამომძიებლებით ყველას რომ ვინც ამ საქმეში ჩაერია და ყველაფერი ისე გამოიძიეს როგორც იყო და კვლელს რომან შამათავა არც მარტო დასჯილი იგივე საქციელი იგივე ჩაედინა პატაკარდავას მიმართ ახლა სად მსახურობდა ის არ ვიცი შვილი გამოიყვანა იმ დღეს მოიტაცეს ისი ყუდის ხალხმა იგივე ნავში იგივე მკვლელი რომან შამათავა იგი ტყვია მიახალა ეს იგივე მდგომარეობით გადაისროლა და დღეს დედამისიც ამას გადაყვა ამბის მომყოლადაც არ არის დღეს შვილები განერვილდნენ შეიძლება აქაც ვერ ჩამოვიდნენ და ასე ამწარებდნენ ყველმხრივ გამწარებული ყავდათ მთელი საქართველოს ნახევარი მოსახლეობა